ამას არ ჭირდება დიდი იურისტობა, ნამდვილად პირველ კურსელი იურისტისთვისაც კი პირდაპირ გასაგებია, რომ ამ ბრალს არანაირი კავშირი არ აქვს სამართალთან და ლევანი არის ერთადერთი რამისთვის დატყვევებული. იმიტომ რომ ლევანისი დაიჯერა ძალიან ბევრმა ადამიანმა, ლევან ხაბეიშვილმა შეძლო ის, რომ ძალიან ბევრი ადამიანში გაეღვიძებინა ის პატრიოტული სული, რომელიც არსებობდა ამ ადამიანებში და ხელისუფლება მაქსიმალურად ცდილობდა წლების განმავლობაში რომ ჩაეხშო. ამიტომ რა თქმა უნდა 4 ოქტომბერი არის ის დღე, როდესაც ჩვენ უნდა გავანთავისუფლოთ პირველ რიგში ჩვენი სახელმწიფო, ჩვენი ქვეყანა, გავანთავისუფლოთ ლევან ხაბეიშვილიც, გავანთავისუფლოთ რა თქმა უნდა მიხეილ სააკაშვილი და ყველა ის პოლიტიკური ტყვე, ვინც დატყვევებული ყავს დღეს ივანიშვილის რუსულ რეჟიმს. რაც შეეხება პაპუაშვილის განცხადებას, რომ იმუქრება, რომ 4 ოქტომბერს თუ ძალადობრივი იქნება ახალი მინისტრი ყველას გასცემს პასუხს დააკავებს და პლუს დასავლეთისკენ იშორს ხალხს. ერთადერთი, ვინც მოძალადეა დღეს ჩვენს ქვეყანაში არის სწორედაც რუსული რეჟიმი, ქართული ოცნება, ვინც უბიძგებს ადამიანებს იმისთვის, რომ მათ იბრძოლონ საკუთარი ქვეყნის თავისუფლებისთვის და დარწმუნებული ვარ, რომ ეს პროტესტი იქნება იმდენად დიდი, იმდენად ხალხმრავალი, რომ მათ არ მიეცემათ იმის საშუალება, რაც აქვს ჩანაფიქრი, მოაწყონ სხვადასხვა პროვოკაციები. ხელისუფლება ყველაფერს ეცდება და მთელი ამ წლების განმავლობაში და ბოლო თვეების განმავლობაში განსაკუთრებით ცდილობდა რომ შეურაცხყოფას აყენებდა როგორც ქართველ ხალხს, ისე ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს და დღეს გადაბრალების რეჟიმშია და ისინი ცდილობენ რომ რაღაცა შეიტანონ არეულობის თითქოს ფონი ხალხში, რომ მეტი ადამიანი არ მოვიდეს პროტესტზე. დარწმუნებული ვარ, რომ 4 ოქტომბერს იქნება ძალიან ბევრი ადამიანი და სწორედ ძალიან ბევრი ადამიანის ძალა, ბევრი პატრიოტის, საქართველოს მოქალაქის ძალა დაამარცხებს რუსულ რეჟიმს, ივანიშვილის რეჟიმს, რომელთაც მიეცემა ქვეყანას საშუალება რომ განვითარდეს.